ცვლილება, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა. 1 იანვრიდან საყოფაცხოვრებო ტექნიკა მხოლოდ ენერგოეტიკეტით იყიდება. ნებისმიერი მსურველი, ვინც საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას გადაწყვეტს, დახლზე პროდუქციასთან ერთად ენერგოეტიკეტიც უნდა დახვდეს, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ინფორმაცია პროდუქციის ენერგოეფექტურობის დონისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ. მიზანი ელექტრომოწყობილობის შეძენის დროს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და ბაზარზე ევროპული სტანდარტის დანერგვაა. მაკა არჩევნიშვილი გვეტყვის, რომელი უწყება გაუწევს პროცესს ზედამხედველობას და რა სახის სანქციები დაეკისრებათ კანონდამრღვევებს. მიზანი არის მომხმარებლის ინფორმირება, რომ მან გააკეთოს სწორი ინფორმირებული არჩევანი. საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის დროს მომხმარებელს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება უკვე აქვს. ახალი კანონმდებლობის მიხედვით ელექტროპროდუქცია ენერგოეტიკეტის გარეშე ვეღარ გაიყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე დეტალურად უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია პროდუქტის ენერგოეფექტურობის დონეზე და სხვა ტექნიკურ მახასიათებლებზე. პროდუქტი თუ ქართული ბაზრისთვის არის დამზადებული, მსგავსი ინფორმაცია მშობლიურ ენაზე იქნება განთავსებული. ევროპის ბაზრისთვის დამზადებულზე კი ლათინურად. ამ ინფორმაციის განთავსება კი თვალსაჩინო ადგილზე უნდა მოხდეს. მოლოდინია, რომ მაღალი ენერგოეფექტურობის კლასის მოწყობილობების გამოყენება ოჯახებს ხარჯებს შეუმცირებს და ქვეყანაში ენერგოუსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. ეს არ არის ბაზარზე რაღაცა ტიპის პროდუქციის შეზღუდვა, ეს არის მხოლოდ კლასის დადგენა, რომელი მაგალითად ტელევიზორის არისხი მანქანა იქნება ეს თუ მაცივარი, რომელ ენერგოეფექტიანობის კლასს შეესაბამება და მომხმარებელს აქვს შესაბამისად ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობა, რომ მან იყიდოს ის, რომელიც შეიძლება უფრო ძვირი ზღირდეს, რომელიც მეორეს მხრივ უზოგავს ელექტროენერგიას, ან იცოდეს, რომ არის შედარებით დაბალი კლასის ენერგომოხმარების ნაწილში, მაგრამ არის იაფი. თუმცა მერე უკვე ელექტროენერგიის მოხმარების ნაწილში ექნება მეტი, ასე ვთქვათ, გადასახდელი, როდესაც ეს პროდუქცია სახში მივა და ელექტროენერგიის მოხმარება დაიწყება. ახალი რეგულაციის მონიტორინგი ზედამხედველობის სააგენტოს პრეროგატივაა. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კანონმდებლობა პირველ ეტაპზე გაფრთხილება, შემდეგ კი ჯარიმას და რეალიზაციის შეჩერებას ითვალისწინებს. ჩვენ სამსახურის როლი არის, რომ გაკონტროლდეს ამ პროდუქტებზე აღნიშნული ეტიკეტების არსებობა და წარმოდგენა ზოგადად და იმ შემთხვევაში თუ კი შეუსაბამი დაფიქსირდება, ესეთ შემთხვევაში უკვე კანონმდებლობით გათვალისწინებული არის რეალიზაციის შეჩერება კონკრეტული მოდელების, კონკრეტული პროდუქტების გაკეთვაზე და თუ კი ეკონომიკური ოპერატორების მხრიდან არ განხორციელდება, ანუ ვერ განხორციელდება აღნიშნული მოთხოვნების შესრულება, შემდგომში უკვე სანქციები არის გათვალისწინებული, რასაც სასამართლო აკისრებს. სანქციები კანონმდებლობით გათვალისწინებული არის 5,000 ლარიანი ჯარიმა, თუ კი რეალიზაციის შეჩერების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებენ ეკონომიკური ოპერატორები. ელექტროპროდუქციაზე ენერგოეტიკეტის განთავსების ვალდებულება საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით დაეკისრა. მიზანი ევროპული სტანდარტების დანერგვაა. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მომხმარებლისათვის ეს იქნება ძალიან კარგი ინფორმაცია, მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია ენერგოეფექტურობის კლასის შესახებ და რასაკვირველია საბოლოო ჯამში შევუწყოთ ერთობლივად ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ვინაიდან ენერგიის დაზოგვა და ყველა კილოვატ-საათის დაზოგვა ეს ნიშნავს მეტი ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ქვეყნისათვის. ქვეყანამ ენერგოეტიკეტირების შესახებ კანონზე მუშაობა 6 წლის წინ დაიწყო. მისი ამოქმედება კი მიმდინარე წლის 1 იანვრიდან გახდა შესაძლებელი.